გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. მოგესალმებით. ისევ თქვენთან ერთად ვართ, მე ლია ბარათაშვილი და გაგი გოგოლაძე და დღეს ვისაუბრებთ განდევნილ და დაცემულ პლანეტებზე, იმიტომ რომ ხო ბევრი მოთხოვნა მითი როგორ ვიცხოვროთ ამ პლანეტებთან ერთად, ასე რომ ვთქვათ, ხო? მოდი დავიწყოთ იქიდან, რა არის ზოგადად პლანეტა განდევნილი ან პლანეტა დაცემული. ანუ ასტროლოგიაში, ჩვენ გვაქვს ნიშნები და გვაქვს პლანეტები. პლანეტას აქვს თავისი ხასიათი, ნიშანსაც აქვს თავისი ხასიათი, ხო? ნიშანი ეს არის ველი. პლანეტას თავის დამოუკიდებელი ხასიათი აქვს. ანუ არ არის დამოკიდებული იმაზე, ანუ სად არის. თავისი ხასიათი აქვს, ნახეთ? და როდესაც, მაგრამ არის ისეთი ველები, ისეთი ნიშნები, სადაც პლანეტა აბსოლუტურად რეზონანსულია ნიშანთან. მაშინ ვიძახით, რომ ეს პლანეტა მართავს ამ ნიშანს, მართვის ნიშანშია. და არის ესეთი ნიშნები, სადაც პლანეტა თითქოს სახლიდან გაგდებულია, ხო? მისი ოპოზიციური ნიშანი. განდევნილია და არის ოპოზიციური ნიშანში, რომელიც თავისი თვისებებით ამ პლანეტას არ უხდება, ის იცვლის თვისებებს. მისი ბუნებრივი თვისებები რაც არის პლანეტის, ხო, ამ ნიშანში იმ ბუნებრივ თვისებებს ისე ვერ ავლენს, როგორც უნდა ავლენდეს. რაღაც თვისებებს ავლენს, ანუ ფუნქციას იტოვებს, ნახეთ, ფუნქცია არ იცვლება, ანუ თუ დაუშვათ მარსი არ იქმედება, ანუ მართვის ნიშანშიც ქმედება იქნება და განდევნის ნიშანშიც ქმედება იქნება, მაგრამ ხარისხი ამ ქმედების იცვლება, ხო? თუ თვარი არის ზრუნვა დაუშვათ და უსაფრთხოების განცდა, ხო? ყუროშიც ზრუნვა იქნება და მორიელში ზრუნვა, მაგრამ ხარისხი ამ ზრუნვის და ხასიათი იქნება სხვადასხვა. და შესაბამისად ადამიანები, ხო, ან როცა განდევნის ნიშანში ხდება ეს რომელიღაც პლანეტა, თლად ადეკვატურად თავს ვერ გრძნობენ. ეს ხვას უყურებენ და ხედავენ, რომ ხო ის ნახე როგორი მშვიდია, ნახე როგორ იღებს სიამოვნებას, მე რატო ვერა. ხო, აწუხებს ეს პლანეტა, ხედავს განსხვავებას და აწუხებს ადამიანს ეს პლანეტა. ხო. ხო და აი რა გავაკეთოთ, ხო? რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თუ გინდა დაამატე და მე ვთქვათ რა. ხო, ანუ პლანეტა, რომელიც მართლობაში მყოფი პლანეტის ოპოზიციურ ნიშანში პლანეტა ითვლება განდევნილად, მაგალითად, მთვარე მართავს კირჩხიბს, შესაბამისად კირჩხიბის ოპოზიციური ნიშანი არის თხის რქა და აქ იქნება მთვარე განდევნაში. ბარემ დაცემაზეც თქვი და. და ეგზალტაციის ოპოზიციურ ნიშანში პლანეტა ითვლება დაცემულად, მაგალითად, მზე ეგზალტირებულია ვერძში, შესაბამისად დაცემულ მდგომარეობაშია სასწორში. დაცემული და განდევნილი პლანეტის გამოვლინების ხასიათი თითქოს გავს ერთმანეთს, ხშირად ადარებენ, რომელი უფრო ცუდი, ანუ ცუდი არც ერთი არ არის, თუ სწორად იტვირთება და სწორად ხდება ამ პლანეტის ენერგიის გამოვლინება. უბრალოდ, როდესაც პლანეტა არის განდევნაში ან დაცემაში, ხდება ენერგიის დისბალანსი. ანუ პლანეტა მოქმედებს იმ გარემოსთან წინააღმდეგობაში, სადაც მოხვდა. არაადეკვატურია მისი გამოვლინება, არაადეკვატური ხდება მისი გამოვლინება, იმიტომ რომ თავისთვის ტოქსიკურ სივრცეში ხდება რა. და ეხლა ტოქსიკურ სივრცეში სანამ ადაპტირება მოხდება ამ სივრცეზე, გასაგებია რომ მისი ქმედება არის არაადეკვატური. და შესაბამისად ეს იწვევს მე დაძაბულობას, ადამიანის შინაგან წინააღმდეგობაში მოდის, ანუ გარემო ერთს გთხოვს, ინსტინქტი მეორეს, აი ვენერა მაგალითად ავიღოთ მორიელში, ხო? გარემომ შეიძლება სიმშვიდე მოგთხოვოს, სტაბილურობა მოგთხოვოს, რაღაც, მაგრამ ვენერას მორიელში არ შეუძლია სიმშვიდე, სულ შფოთავს, სულ ღელავს, ინტენსიურია. ამიტომ აწუხებს ეს პლანეტები, ადამიანებს აწუხებს ეს პლანეტები და პირველ რიგში რითი შეიძლება ეს დაიტვირთოს. ნახეთ, დამუშავება ზოგადად რაღაცის, დამუშავება, ეხლა ეს რა თქმა უნდა ერთ გადაცემაში და ლაივში ამას ჩვენ ვერ მომყვებით ყველაფერს, იმიტომ რომ აი მარტო ვენერაზე რო ვისაუბროთ, ხო შეიძლება რამდენიმე საათი დაგვჭირდეს მაგისთვის რომ ვენერაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ როდესაც მე დავუშვათ ვიძახი რომ მინდა რომ დავამუშავო ჩემი ვენერა, მინდა
ჯერ კონკრეტულად უნდა გააცნობიეროთ, ანუ რისი დამუშავება გინდათ რა რისი გემოვნება, რაში გიშლის ხელს, გემოვნება გაკლია, ანუ პარტნიორული ურთიერთობა, არასწორ პარტნიორებს ირჩევ, აი რა, ნახეთ, რისი შეგვიძლია, ამიტომ ეს ძალიან ხანგრძლივი საუბარია და ანუ ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგეთ, მაგრამ ზოგადად ნახეთ, ნებისმიერი ასეთი პლანეტა არსებობს ზონა, სადაც ეს პლანეტა შეიძლება მოიქცეს ადეკვატურად, ანუ არსებობს პროფესია, საქმიანობა, სადაც ეს პლანეტა შეიძლება იყოს ადეკვატური. ნახეთ, ჩვენ ვამბობთ სიტყვაზე, რომ სიტყვაზე მარსი ვერტში, ხო, მარსი ვერტში, ანუ კარგად გრძნობს თავს. იმიტომ რომ ხო რეზონანსულია ამ ვერტსთან. იმიტომ რომ ვერძის სივრცე აძლევს ყველანაირ პირობას, რომ მარსმა იმოქმედოს თავისი ბუნებიდან გამომდინარე. ძლიერად იმოქმედოს, ხო, ლიდერი გახდეს, იყოს თავდაჯერებული იყოს, აძლევს ამის საშუალებას. მაგრამ მარსის ასწორში, ანუ მარს რა ბუნებაც აქვს მარს იმის საშუალებას არ აძლევს, მაგრამ არსებობს სივრცე, სადაც მარსმა შეიძლება თავის თვისებები გამოავლინოს ადეკვატურად. ეს სივრცე არის ასწორის სივრცე, ეს სივრცეა დიპლომატია. აბა შეხედეთ დიპლომატებს, აბა შეხედეთ თუ არ არის ლიდერი დიპლომატიურ, ხო, თუ არ იღებს პასუხისგებლობას თავის თავზე, ხო? აბა შეხედეთ ხელოვნებას. ხო, ხელოვნების თემაში. ანუ აბა შეხედეთ პლასტიურ ქირურგს. რა თუნა პლასტიურ ქირურგს მარსი ვერტში, ხო? შეხედეთ ანუ ნებისმიერი ისი თქმა მინდა, რომ ნებისმიერი განდევნილი ან დაცემული პლანეტა, ანუ იტვირთება ყოველთვის შესაბამისი საქმიანობით. ანუ იმას აქვს თვისებები, ნახეთ, ფუნქცია პლანეტის არ იცვლება არასდროს, რა ნიშანშიც არ უნდა იყოს, მარსი ქმედება, ვენერა არჩევანია, ხო, მთვარე უსაფრთხოება და ემოციური ფონი და ასე შემდეგ. ანუ ეს არ იცვლება არასდროს, მაგრამ თვისება მისი იცვლება და შესაბამისად გამოდის, რომ თქვენ შეგიძლიათ დატვირთოთ შესაბამისი საქმიანობით. რომც არ იყოს ეს პროფესიული დატვირთვა, ჯობია რომ პროფესიული დატვირთვა იყოს, მაშინ უბრალოდ რაღაცით ისეთი დაკავდით, რაც დაგიტვირთავთ აი ამ განდევნილ ან დაცემულ პლანეტას. და კომპენსაციის მექანიზმი როგორ მუშაობს ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ამ პლანეტის ენერგიაში აქვს პრობლემა, აი რადგან მარსი ახსენეთ, მარსზე გავაგრძელებ. აი მაგალითად ავიღოთ მარსი კირჩხიბში, სასწორში, კუროში, რო ჩახედოთ სპორტსმენების რუკას 80%-ს აქვს პრობლემური მარსი. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი გრძნობს, რომ რაღაცა უჭირს იმ მარსიანულ ენერგიაში ბავშვობაში, ძალის კომპლექსი აქვს, თulis რომ არასაკმარისად მამაკაცური ვარ, არასაკმარისად ძლიერი ვარ, არასაკმარისად გამოვხატავ ინიციატივას და ძალიან ბევრი მოჭიდავე, ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელი სპორტსმენი არიან სუსტი მარსებით. ძირითადად. იმიტომ რომ აქ არის კომპლექსი მარსიანული ენერგიის. ხშირ შემთხვევაში მარსი ვერტში არ მიდის ეგეთ პროფესიებში. არ ჭირდება, იმას თვითდამკვიდრება არ ჭირდება, ხო? ანუ ძირითადად ესე ხდება. ძირითადად ხდება, რომ ადამიანი ზუსტად იქით მიდის, სადაც განდევნილი დაცემული ან პრობლემური პლანეტა, იმიტომ სხვა პრობლემურებიც არსებობს. ეს ერთ-ერთი დამუშავების გზა, უბრალოდ ცოტა ბუნებრიობასთან გვაქვს ხოლმე ხშირად პრობლემა, აი მაგალითი უნდა მოგიყვანოთ კიდე როგორ იქცევა, ანუ მზე მერწყულში ხო განდევნილია, ანუ აქ პრობლემურია, ხო? და როგორ დემონსტრირებს თავს, მზეს არის ჩვენი თვითგამოხატვის ფორმები, ხო? მზე ლომში თუ ბუნებრივად ბრწყინავს და ბუნებრივად გამოავლენს საკუთარ თავს, საკუთარ მეზს და მარტივად შესამჩნევი ხდება, მზე მერწყულში ამას როგორ აკეთებს ხშირ შემთხვევაში ძალიან ხელოვნურად, ხო? ითხოვს. შეიძლება ძალიან არაადეკვატურად ჩაიცვას მაგალითად გამომწვევად. ან ითქვას პირდაპირ შეხედეთ, აი მე ვარ აქ, მე ვარ მთავარი აქ. ძალიან არაადეკვატურად იქცევა. ხო, ფსიქოლოგიური მომენტები აქვს, რას თქმა უნდა, განდევნილ დაცემულ პლანეტას აქვს ეს ფსიქოლოგიური პრობლემები, იმიტომ რომ
მართვის პლანეტას, ეგზალტაციის პლანეტას არ ჭირდება ფიზიკურ დონეზე მუშაობს, ყველა დონეზე მუშაობს უпростоრად, არა მარტო ფიზიკურ, ყველა დონეზე მუშაობს. აქ უნდა შევეცადოთ, რომ გამოვლინების კუთხით, აი როგორც მზემერწყულის მაგალითი მოვიყვანი, არ დავამახინჯოთ და შევეცადოთ, რომ ნაწილობრივ მაინც ბოლომდე რა თქმა უნდა ეს არ დამუშავდება, ანუ ოპოზიციური ნიშნით მაინც ავიღოთ ნაწილობრივად. აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ვენერა ვერტში არის განდევნილი. რა პრობლემა აქვს ვენერას ვერტში? ვენერა რა არის? ეს არის ჰარმონია, ეს არის კომპრომისები, ხო? სხვისი გათვალისწინების უნარი. ვენერა ვერტში რა შვება? არ მიდის არანაირად კომპრომისზე. მე რო ეს მინდა და მორჩა. ვენერა ვერძმა რა უნდა გაიაზროს, ხო? უნდა ისწავლოს თუ გინდა რომ პარტნიორულ ურთიერთობებში და გიწევს კიდეც, ხო? პარტნიორულ ურთიერთობებში თუ გინდა ჰარმონია, თუ გინდა ბალანსი, თუ გინდა რომ ყველაფერი იყოს კარგად, უნდა ისწავლო დათმობა, იმიტომ რომ ურთიერთობები ვენერას თემაა, შედგება ორმაგი კომპრომისებისგან, ხო? ყოველთვის უნდა ისწავლო ოპოზიციური ნიშანი, ყოველთვის. ეს კანონია ასეთი, იმიტომ რომ ასტროლოგიაში ყველაფერი მუშაობს ღერძულად. შესაბამისად, როცა ერთი პოლუსი იტვირთება, მეორე ავტომატურად იტვირთება. ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ მისწრაფება ანუ ოპოზიციური ნიშნისკენ. ოღონდ ზოგჯერ ხდება ის, რომ მახინჯურად ხდება ეს მისწრაფება. აი როგორც მზემერწყულის შემთხვევაში ძალიან ხშირად იმას კი არ ცდილობს, რომ რა ქვია, რაღაცა ბუნებრივად გახდეს ლიდერი, არამედ ითხოვს იმ ლიდერობას. ნახე, ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის. ბევრი მზემერწყულში მართლა ორიგინალურია, მართლა შემოქმედებითია და კარგად ავლენს თავს და ისედაც ჩანს, მაგრამ ხელოვნურად როცა ცდილობენ, აი რაღაცა თუთიყუში შეიძლება ჩამოიფაროს ადამიანმა თავზე, ხო? ხო და ამ დროს რას ვერ ხვდება, ნახე, ანუ დაცემული პლანეტა ჯერ რაღაც ეტაპზე ვერ ხვდება. მე ხა შეიძლება მიხვდეს ხა ადამიანი ვითარდება, რომ აი მაგალითად მზემერწყულში რას ვერ ხვდება, რომ ანუ შენ ანათე და ყველა ისედაც დაინახავს, ხო? ნატურა ანათებს და არ არის საჭირო ყვირილი, რომ ნატურა ვარ. ხო? ანუ შენ ანათე და ანუ ყვირი ხარ მაგაზე, რომ შენ ანათებ. თუ დასანახი ხარ, ისედაც დაგინახავს ყველა. ხო? აი ამაზეა და ამას ვერ იგებს, ხო? აი ეს დაცემული და განდევნილი ამ შემთხვევაში პლანეტა. ხო? ამიტომ ნახეთ, რა თქმა უნდა, თავიდან ადამიანს უნდა აუხსნა ეს ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც მოაქვს ამ პლანეტას, მაგრამ მე ნუ ზდასთან ერთად ადამიანი იღებს გამოცდილებას და ნელ-ნელა იწყებს ამ პლანეტების ენერგიის დალაგებას და ეს პლანეტა შეიძლება გახდეს დრაივი ადამიანისთვის. აი როგორც სპორტსმენების შემთხვევაში, როდესაც ადამიანმა ბავშვობიდან იგრძნო, რომ რაღაცა აკლია, რაღაცა ხო ისეთი ძლიერი არ არის, ისეთი გაბედული არ არის და დაიწყო ფიზიკის დამუშავება. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი პროფესიონალები ხდებიან ადამიანები განდევნილი და დაცემული პლანეტა. ანუ ის ნულქულიანი როა განდევნილი პლანეტაში ფაქტობრივად შეგვიძლია ამოვწიოთ. შეგვიძლია ამოვწიოთ და ხომ და მე ყოველთვის ეს მაგალითი მომაქვს, მაგალითად მე მაქვს ნანახი რუკები იმ კულინარების, აი კულინარული შოუს რო ატარებენ მსოფლიოს, ხო, კულინარულ შოუს. ყველას ყავს მთვარე თხის-ქაში. ნახეთ, მთვარე თხის-ქაში ბუნებრივი კულინარი არ არის. ანუ საჭმლის გაკეთების სიმბოლო არის კირჩხიბი, მაგრამ რატომ მთვარე თხის-ქაში, როგორც კი ეს გადაიქცა პროფესიად, როგორც კი ადამიანი, ხო, პროფესიულად მიუდგა შრომა ჩადო ამაში, ეგრევე გახდა high class-ის პროფესიონალი და ასე არის ზოგადად განდევნილი დაცემული პლანეტა, ანუ იმას ვაქცევთ ყურადღებას და იქ ხვდებით პროფესიონალები და მართვითი პლანეტა ბუნებრივად გაქვს მოცემული და შენ ვერ გძნობ, არც გჭირდება მაგასთან მუშაობა. ხო, აი რაც არის ის არის, არ გჭირდება, გამოგდის ბუნებრივად. და შეიძლება მოტივატორიც გახდეს ძალიან ბევრი რაღაცის განდევნილი და დაცემული პლანეტა. მოდი რა ხან მთვარეს შეეხეთ ახლა. ყველაზე რთული ალბათ იქნება განდევნილი და დაცემული მთვარე, იმიტომ რომ მთვარე მაინც ჩვენი შინაგანი განწყობებია, ემოციებია და ჩემი აზრით ალბათ ყველაზე დიდ პრობლემებს მაინც პრობლემური მთვარე შექმნის და მაგაზე გავაკეთოთ აქცენტი, როგორ შეიძლება დავამუშავოთ მთვარე თხის-რქაში. პირველ რიგში რა პრობლემებს გვიქმნის?
და ნუ რაზე უნდა ხო, ვიმუშაოთ. იცი რა არის, ცოტა რთულია ეხლა მთვარეზე ლაპარაკი, იმიტომ მთვარე არის ძალიან დაკავშირებული ჩვენს ემოციურ აღქმასთან და ფსიქოლოგიასთან. ამიტომ ძალიან ხშირად არის მაგალითად, რომ ანუ ასეთი პრობლემური მთვარე როცა არის რუკაში ადამიანს დახმარება ჭირდება. ანუ ფსიქოლოგის დახმარება ჭირდება, როგორც წესი, ხო არ არის საკმარისი რომ გააჟღერო ეს პრობლემა, იმიტომ რომ ეს ემოციური ფონი, ეს არის შიშები, თანდაყოლილი შიშები, რომელიც გვაქვს ჩვენ, ხო? ანუ თხის ქაში მორიელში, ხო, საკმაოდ პრობლემური პოზიცია, კომპლექსებია, ხო, გამოხატვის, ხო, ნუ დროთა განმავლობაში ადამიანი ამას სწავლობს. ეხლა ასე დაამუშავო მთვარე, ცოტა რთულია, ნახეთ, თავარი მაინც გაცნობიერება ალბათ, რომ აი ეს იმიტომ რომ როგორ ეხლა ასე ვგძნობდა, ეხლა ასე აღარ ვიგძნობ. ანუ ხო ხვდები, ანუ ეს დამუშავება, ანუ არ ხდება ერთ დღეში და ორ დღეში. ეს ხდება საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში, როცა ადამიანი ნელ-ნელა იწყებს გაცნობიერებას, ამ თემების გაცნობიერებას და მიდგომების შეცვლას, ხო? დაუშვათ თუ მთვარე თხის ქაში სიტყვაზე არის ემოციურად ჩაკეტილი, ვერ გამოხატავს თავის ადეკვატურად თავის ემოციებს, რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ ის როდესაც საჭიროა სითბო, რაღაც სიყვარული ჩახუტება, რაღაც ასეთ თემების ის გამოხატავს საქმით, ის გამოხატავს დახმარებით. შეიძლება გაცლებით უფრო კარგი ტიპია და პრაქტიკულია თავის ხო სიტყვაზე დედობაში ან ზრუნვაში, ხო? იმიტომ რომ საქმით გამოხატავს, მაგრამ ამას ვერ გამოხატავს, ნახეთ? ეს ბავშვობის მთვარის კომპლექსები. ხო და შესაბამისად, ანუ როცა ადამიანი ამის გაცნობიერებას იწყებს, ის ნელ-ნელა იწყებს, ანუ სხვანაირად გამოხატ, პატარ-პატარა ნაბიჯებით იწყებს სხვანაირად გამოხატვას. ამ ყველაფრის. ან თუნდაც მთვარე მორიელში, ხო, გამოთქმის პრობლემა, რომ იხობს ყველაფერს. ძალიან ღრმად განდევნის ქვეცნობიერში, ამ ყველაფერს არ ამბობს და ძალიან ხშირად ვაწყდები, რომ აი მთვარე მორიელებს ბევრი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ჯანმრთელობის პრობლემა, გაუჩინებელი რაღაცა კუჭზე. დამუშავება რა არის გაცნობიერება. ფარისებზე აქვს ყველაზე მეტი პრობლემები, ხოლმე ოპოზიციურ ნიშანზე, ანუ ყელზე. ყუროზე, იმიტომ რომ ემოციების და რაღაცების სწორად გამოთქმა არ მოხდა და დამუშავება ეს არის, რომ გააცნობიერე, რომ პრობლემა გაქვს და დაიწყე ნაბიჯ-ნაბიჯ გამოხატვა თუნდაც მთვარე თხის რქას კომპლექსი აქვს, რომ გამოვხატო, მე სუსტი გამოვჩდები. იმიტომ რომ იქ ბავშვობაში ალბათ დედა იყო მკაცრი, სიტუაციები იყო შემზღუდავი და არ იცის ბავშვმა თავისი ემოციებზე როგორ იმუშაოს. და აქედან გავუმდინარე შეიძლება არც იყო, ნახე, ეს კარმული მომენტი შეიძლება იყოს, შეიძლება მე ძალიან ხშირად შემხვედრია, რომ ანუ დედები sakmaut ისეთი თბილებია, მაგრამ ბავშვი მაინც ასე აღიქვავს. ეს არ არის დედა, ხო, ან სულუშაობს სახში არ არის, ხო, ან რაღაცა, მაგრამ ახლა სითბო არ აკლია დედას, მაგრამ ბავშვი ასე აღიქვავს, ნაკლოვანებას აღიქვავს რაღაცის. შეიძლება ეს ობიექტურ სიტუაციასთან არ იყოს დაკავშირებული, რაღაც კარმულ სიუჟეტებთან იყოს დაკავშირებული. ხო და ამიტომ ყველაფრის დამუშავება პირველი ნაბიჯი არის გაცნობიერება, რომ ამას დაარქვა სიტყვა და მერე დაიწყო ამასთან მუშაობა ნელ-ნელა და ეს არ არის ერთი თვის და ორი თვის. მთვარის შემთხვევაში ის ოპოზიციით ვამუშავებ, თუ მთვარე ყავს მორიელში, უნდა ისწავლოს სიმშვიდე და სტაბილურობა და ემოციების ადეკვატურად გამოხატვა. და არა ჩაჭიდება ემოციურად და ჩაჭერა, აი როგორც იცის ისტერიკა მთვარე მორიელმა, თუ თხის რქაში ყავს პატარა რაღაცებით ელემენტარული, ანუ ჩახუტებით, ელემენტარული ზრუნვის გამოხატვით უნდა შევეცადოთ, რომ ეს პრობლემური მთვარე დავამუშავოთ, თუმცა მე მინახავს მთვარე თხის რქები რო აქვს, რო კომპლექსი აქვს. იმაზე მეტად მზრუნველია და იმაზე მეტად შეიძლება ყურადღება გამოხატოს, რომ დაგახჩოს. ეგეც არა ადეკვატური გამოვლინება პლანეტის. ნუ მოკეთ ადეკვატური არის ის, როცა კეთდება რაღაც ოქროშუალედი არის ნაპოვნი, ადეკვატური არის ის. ეს უჭირს განდევნილ პლანეტას. ეხლა რეალურად რო გითხრათ, არ გეგონოთ, რომ მართვის პლანეტას არ მოაქვს პრობლემები. ანუ მართვის პლანეტას მოაქვს იმდენი პრობლემები, რომ შეიძლება განდევნის პლანეტამ იმდენი არ მოიტანოს, როგორც მართვის პლანეტა, მაგრამ მართვის პლანეტაზე თან ეს პრობლემა რა არის, რომ ადამიანი იქ პრობლემას ვერ გრძნობს. ანუ რომ ის რაღაცა გადაჭარბებით იქ ვერ გრძნობს პრობლემას და განდევნილი ან დაცემული პლანეტა
ხო? ის გძნობს, რომ იქ რაღაცა პრობლემაა და ამიტომაც ხდება დის წერტილი ეს, რომ ის იმას რო გძნობს პრობლემაა, ის იწყებს იმაზე მუშაობას ადამიანი და მაგიტო ხდება დის წერტილი. და მართვის პლანეტა შეიძლება ძალიან პრობლემური იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მართვა კიდე არ გეუბნება იმას, რომ ეს ხო კარგია, ანუ მაგ კატეგორიებში არ ვსაუბრობთ ჩვენ. მართვა ამას არ გვეუბნება, მართვა გვეუბნება იმას, რომ ანუ ადეკვატურად სრულდება პრინციპი პლანეტის, მაგას გვეუბნება მართვა. ხო და შესაბამისად, მე მინახია იგივე მთვარე კირჩხებში, რომ ძალიან ბევრი პრობლემები მოუტანია ადამიანს. იმიტომ რომ ნახეთ, დაზიანებული პლანეტა მართვაში როცა ის ძლიერია ეს პლანეტა და ძლიერად დაზიანებულად მუშაობს, ხო? უფრო რთულად გამოხატავს ხშირად. რომც არ იყოს დაზიანებული და იყოს ჰარმონიული, ხო? ანუ ის იმდენად კარგად ასრულებს თავის დაცვის ფუნქციას სიტყვაზე მთვარე კირჩხებში, რომ როცა ადამიანი რაღაც სიახლისკენ გადადგავს ერთ ნაბიჯს, ის ეუბნება უჩურჩულებს, აქვს ის და ეუბნება, საფრთხეა, არ გადადგა, იქ საშიშია, იქ მარე რაც გაქვს. ან კუროში მაგალითად, ხო, ხო, ძალიან უჭერს ხო ცვლილებები. ასე რომ არ გეგონოთ, რომ უკვე მოცემულია რაღაცა კარგი და რაღაცა ცუდი. ძალიან ხშირად პირიქით ხდება, რომ აი ეს პრობლემური პლანეტები ხდება ჩვენი ზდის საგანი. იგივე ეხება ასპექტებს, იგივე ეხება ნებისმიერ პრობლემურ მდგომარეობას ჩვენ რუკაში. ამიტომ რამდენჯერ გითხოვს, რომ მერკური თევზებს და მშვილდოსანში იმდენი პრობლემა არ გვინახავს, რამდენის მერკური დაზიანებული ქალწულში ან თუნდაც ნერვული პრობლემები. კი ბატონო, ნერვული პრობლემები სერიოზული, კი ბატონო. ხო, აი ეს არის, ამიტომ ცოტა ფართედ შეხედეთ ამ თემას, ფართედ შეხედეთ და ну იმუშავეთ თქვენ თავთან გააცნო. ყველა პლანეტაზეც ვერ ვისაუბრებთ, ხო, ვერ ვისაუბრებთ, კი, ფიზიკურად ვერ ვისაუბრებთ, ხო. თუმცა მთავარი პრინციპი ხო, მე ზოგადად ასე ვთვლი, რომ უნდა გაჟღერდეს მთავარი პრინციპი, თუ ამ პრინციპს გაიგებს ადამიანი, ხო, ეხლა ადამიანების პრობლემა ის არის ხშირად, რომ მზამზარეული ფორმულები უნდათ ადამიანებს და არ გამოდის ასე რა მზამზარეული ფორმულები და შენ თვითონაც უნდა რაღაცა გააკეთო. ხო, ამით ვასრულებ დღევანდელ გადაცემას, ნახვამდის კარგად იყავით.